ათასობით და შეიძლება ათასობით ქართველი ახალგაზრდაც, მაგრამ მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პოლიციის სამართლოს, თბილისელები ვართ თუ რეგიონების წარმომადგენლები ვართ, ყველა არიან არა ჯიბგირები, რომლებიც სადღაც გამგამობით გამოდიან. ჩვენ სოლიდარობას უცხავდებთ ყველა ადამიანს, რომელიც დღეს სამტრედიის პოლიციასთან იკრიბება და ზოგადად კიდევ უფრო ზოგადად ყველა ადამიანს, რომელიც აპროტესტებს ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას. სამწუხაროდ ჩვენი პოლიციელები ექცევიან როგორც წესი ყველაზე უფრო წესიერ და უდანაშაულო ახალგაზრდებს, როგორც ეჭვმიტანილი, რომ თავიანთი სტატისტიკა გაზარდონ, ეგრეთ წოდებული გახსნილი საქმეების სტატისტიკა გაზარდონ და ეგრეთ წოდებული ნასეტკების სტატისტიკა გაზარდონ. ეს ხდება 21 საუკუნეში და გარდა ამისა სამარცხვინო არის, რომ გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც გასაგებია, რომ ლარს ვერ უშველა და გლობალურ პრობლემებს ვერ უშველა, ერთი კვირის წინ აიღო პასუხისმგებლობა 22 წლის ახალგაზრდა დამარხებს მშობლებმა და მათ მისცა პირობა, რომ გამოიძიებდა მათ საქმეს, გასული არის ერთ კვირაზე მეტი, არც საქმე არ არის გამომძიებელი და პრემიერ-მინისტრის იმისი უნარი არა აქვს, რომ რომელიღაცა რიგითი გამომძიებელი პასუხისმგებლობის შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება და იმერეთის და სამტრედიის სამხარეო და რაიონული სამმართველოს უფროსები გაათავისუფლონ თანამდებობებიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლება არის სრულიად უუნარო, ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ამიტომაც ბევრი რამე და მათ შორის ეს უსამართლო ნარკოპოლიტიკა რომ შეიცვალოს, ამისთვის აუცილებელი არის, რომ პრემიერი და ხელისუფლება შეიცვალოს 8 ოქტომბერს. დღევანდელი დღე ეს არის სოლიდარობის დღე, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციიდან სამტრედიაში გამართულ აქციას უცხადებთ და ვიბრძვით იმისათვის, რომ არა მარტო მოქალაქეა დღეს მსხვერპლი, არამედ მსხვერპლია თავად პოლიციელებიც, რომლებიც ამ ნარკოპოლიტიკაში მონაწილეობენ და მათ მიაჩნიათ, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქე ეს არის ეჭვმიტანილი, რომელზედაც შეიძლება ზემოქმედების ის ფორმა გამოიყენოს, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ. ამიტომ სანამ არ შეიცვლება თავად პოლიტიკური საკანონმდებლო რეგულაციები, მანამდე პოლიციელიც იქნება ისეთივე მსხვერპლი, როგორი მსხვერპლიც არის თითოეული ჩვენგანი მოქალაქე.